რეზინის იხვებზე ნადირობის სეზონი დაწყებულია. ოღონდ არაფერს ესვრი. გახარდა ნადირობ. არა, არც წარმოიდგენ თითქოს ესვრი. უბრალოდ ასე ნადირობ და ბილიკ-ბილიკ მეუღები იხტიბარს. არი ნადიროთ რეზინის იხვებზე. აბაზანის იხვები მუდამ მზად არიან შეავსონ თქვენში არსებული სიცარიელე. თქვენ ალბათ ფიქრობთ, ვინ შეავსებს აბაზანის იხვებში არსებულ სიცარიელეს? არავინ. წალდი რა ღირს? აბაზი. აბაზიდან ითქვის ამჯერ ისე რომ კბილიკ-ბილს არა უშვა. მალე კარდაკარ დაიწყებენ ბუკლეტებით სიარულს, ფრაზით გინდა ჭეშმარიტ არაფერზე გესაუბრო. 1000 წელს. თუ ეგ დიდგორის ბრძოლა რომელ წელს მოხდა იმის პასუხია. და მართლაც, თუ თავს უსვამ მარადილ შეკითხვას. დიეგო არმანდო მარადონა. არა, ეგ პელეა გრძელი და ძნელი სახელი რომ ქვია. გრძელი და ძნელი ანუ მატარებელი? არა, ეგ გრძელი და სველია. გრძნეული მციყავ. და მაინც თუ თავს უსვამ მარადილ შეკითხვას. ამისთვის ვიდექით წვიმაში და ქარში. იცოდეთ რომ აზრი არა აქვს პასუხს. ეს კითხვაა თვითონ დასაბამი ღიად დატოვებული გრაფებისა, რომ პასუხი არის ის, რომ პასუხი არაა მთავარი. მთავარია თუ ისე ჩამობერტყო, რომ ხელში მყარად გეჭიროს. ბევრი დაგჭა კიდე. ამდენი ხანია გისმენ და მეთქი თუ მიხვდება რომ დაამთავროს. სხვანაირად ჯობდა შენი შემოსვლა. ამატებ თუ გადიხარ. ამატებ და გადიხარ. გარდერობის ვარდიხარ. გარდამეს ხაგუდრონი. შენ კიკივი არიქა. ოშეკას მე ბორდი. კი არა და მე რაღაც გამაგიჟე ვერ გავიგე. კარგი, რა გინდა? ბევრი დაგჭა მეთქი კიდე. არა, ეს ღა მქონდა სათქმელი მთავარია თუ ისე ჩამობერტყო რომ ხელში მყარად გეჭიროს ჯოხი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მე მირზა ვარ და მირზა ტივიზე თეთრი თუ შავი. ყობა, რა გინდა? შენ არ ამბობდი ძალიან გრძელი და მოსაწყენი შესავალიაო? ძლივს გავედი ბოლოში და რატომ გამაწყვეტინებ? უბრალოდ თეთრი თუ შავი. რა თეთრი თუ შავი? თუთა თეთრი თუ შავი. მართლაც რომ. დაიღალე იმით რომ იდაყვები გაქვს. დაეყრდენი ლოგიკას. მე რა რომ სველია, სველი გალანტერია. მე მინდა მქონდეს თბილის სახლი. თამილა, ხალხმა რომ ერთშვენი ერთ დღესაც გაიგოს რომ ეს ფილმი როზმარის ბავშვის პლაგიატია. ვის უნდა შერწყვეს ამის გამო? გაიგო უკვე ეგ ხალხმა, გაიგო. როზმარინი რა შუაშია? როზმარინი მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ჩემი ბოსტანი, როზმარინი. როზმარინი, მზიას სუფრა, მეტლახი, ქალის სახელს ვერ გათქმევინებ? ვაკე. მოკლედ არ მსალია მე ამდენი ცანცარისთვის საკუთარი თავით უნდა დავკავდე. საკუთარო თავო, წვივზე უთკბესო. მინდორში ვპოვებ ანაზდად, ვიცრო ბუწუწოს. დაეცა იგი ქვეყანასა ზედა და თავსა დამართ ცემდა და ცრემლითა ცხარითა იტყოდა. ვახ, რამჭირს. კონტენტი, კრინჯი, კვესტი, კუტუ. მოკლედ მე მირზა ვარ და მირზა ტივიზე თქვენ უყურებთ გადაცემას ჯოხი. ჯოხი. სერიალი, შრალი, დაზონი. იუვიდუ. ქალის სახელს ვერ გათქმევინებ? იუვიდუ. ჩემი წახები, სევდიანი ჩემი წახები. რას უდგახარ? იუვიდუ, შალითა, ყაბულსა ვარ. ძუმგელი, რაცაცგვანის ძაცგვან უძგვი, ძუმგელი, პარაგვაი არტანუჯი, ძუმგელი, ბიკინზევით მინდა რუჯი, ძუმგელი, ძუა. ჰარი ჰადილა. შლაქსია მომაცვი. ბურთს ფლობს ცენტრ ფორვარდი ჯაღმაძე, რომელიც 19 ნომრით ასპარეზობს, 9 ნომერს ბაძოს ტრამვა აქვს. შესანიშნავად თამაშობს 3 ნომერი. თავს ირთობს 3 ნომერი, საოცარია 3 ნომერი. თამაშობს 3 ნომერი. ახლა 10 ნომერს აქვს ბურთი. დაიკიდე. მომისმინე, ჩემ დაბადების დღეზე იმიტომ ხარ, რომ 12 წლის ვარ და არა იმიტომ, რომ შენი შვილი ვარ. შენ ჩემი შვილი არ ახარ. ვიცი დეიდა გიული. შენი შვილი გვარია ჩემი. კოკა, შენი შვილი. კაცია შენიშნაიასი რა ხარ? კარის მეზობელი. თუ იცი სახშია? წარმოდგენა არ მაქვს. არა და გუშინ წინ ნახე სარეს ხსფენდა. რაღაცა არსებობს. ჯოხი. მე მგონი თქვენც ისე ფიქრობთ როგორც მე. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. თქვენ მართალი ბრძანდებით. მაშინ ერთად ვიაროთ ცხოვრებაში. ვიაროთ ერთად. ეს არის ძალიან მაგარი, ძალიან სერიოზული ეპიზოდი. ერმალუ არის მსოფლიო კინემატოგრაფის ლეგენდა. მისმა ამერთმა დიალოგმა საერთოდ გადაწონა ევროპული კინო, ჰოლივუდი და საერთოდ ყველაფერი. თვითონ დიალოგი არის აგებული საოცარი სიმარტივით, რომელშიც სუფევს გენიალურობა რა თქმა უნდა. ძალიან მარტივად დაკერა ცოლობაზე პირველივე ნახვით. სექსიზმით შემდეგ ესენი დაქორწინდებიან და ასე ძალიან მარტივად შეუძლია შესთავაზოს ცოლს სექსი რამდენჯერაც მოუნდება. მე ვლაპარაკობდი სექსიზმზე. უკაცრავად ძალიან მარტივად შეუძლია შესთავაზონ ერთმანეთს სექსი ყოველ ჯერზე. გონი თქვენც იმას ფიქრობთ, რასაც მე. ერთად ვიყუროთ ცხოვრებაში. ვიყუროთ ერთად. შემდეგ შეეძინებათ შვილი, რომელთანაც ასევე მარტივი და უპრობლემო ურთიერთობა ექნებათ, ასე მაგალითად. შვილო, მგონი თქვენც იმას ფიქრობთ, რასაც მე. საჭმლის ჭამის დროა ამ ცხოვრებაში. შემდეგ იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად და ღრმად მოხუცებულები ერთმანეთს ეტყვიან. მგონი თქვენც იმას ფიქრობთ, რასაც მე. აღარ უნდა ვიაროთ ამ ცხოვრებაში. მაგარი ბანძი ყოფილვარ ამ ცხოვრებაში. ჯოხი. რუბრიკაში დიალოგი მეგობართან ამჯერად ვიდეო გამოგვიგზავნა ვან გუჯამ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას. მოდით ჯერ ერთად ვუყუროთ ვიდეოს და შემდეგ ვნახოთ რისი მოფიქრება შეიძლება ამ ვიდეოს გარშემო. Video ვერ გეიგებ თვალეს როდის ძინავს და როდის გვიძავს. ლამპიოს? ლამპიოს სულ გვიძავს ალბათ.
ალბათ ამ დიალოგს მოუხდებოდა შემდეგი სიტუაცია. ბიჭო ვერ გეიგებ თვალეს როდის ზინავს და როდის გვიძებს. ლამპიანს სულ გვიძებს ალბათ. ან შეიძლება ასეც. ბიჭო ვერ გეიგებ თვალეს როდის ზინავს და როდის გვიძებს. ლამპიანს სულ გვიძებს ალბათ. მე ისევ და ისევ მოგიწოდეთ მეტი აქტიურობისაკენ. გადაიღეთ პატარა 5-7 წამიანი ვიდეო დიალოგი მეგობართან, სადაც შეიძლება ჩანდეთ თქვენ მეგობართან ერთად, ან შეიძლება ჩანდეს რამე ნივთი, რამე ხედი, სულ ერთი ეს თქვენ ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შემდეგ გამოვაგზავნეთ ეს ვიდეო ჩვენი პირზე გვერდზე Mirza TV და მოკლედ სულ ესაა. გადაიღეთ ვიდეო, შედით Facebook-ზე, მოიწონეთ ჩვენი გვერდი, გამოვაგზავნეთ პირადი შეტყობინების სახით ეს ვიდეო და მორჩა, მოკლედ ძალიან მარტივია. დღევანდელ რუბრიკას კი დავამთავრებ შემდეგნაირად. ბიჭო ვერ გეიგებ თვალეს როდის ზინავს და როდის გვიძებს. ლამპიანს სულ გვიძებს ალბათ. გრძელდება ჩვენი გადაცემა ჩემოძვირფასება და რუბრიკაში შემეცნების ტალღა. ამჯერად ვისაუბრებთ თქვენ მიერ გამოგზავნილ სიტყვაზე არმაღანი. დამარცვლა არმაღანი. რებუსი არმაღანი. ჩვენი ძვირფასი Google-ის საძიებო სისტემა ამ სიტყვის შეყვანისას გვთავაზობს. არმაღანი უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი, ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისამან მიართუა ღვინოი ჭიქითა და აიძულებდა მას რაითამცა იგი ხოლო შესუა. ნისან ბაბალიკაშვილი, ვიკიპედია, ნისან ბაბალიკაშვილი. ასევე სანუკვარი Google დაკავშირებულ რეზულტატებს გვთავაზობს სიტყვაზე არმაღანი. ყარიბი, ფეშქაში, უხიაგი, ნადი, ნაღარა. ჩვენი ძვირფასი translate ჯიკი ისევ და ისევ ჩაგვეკითხება. Did you mean არტაშანი, ადმაიანი, არმაღალი, არღავანი, არადანი, აჯაბსანდალი, აბადოკი, ათათურქი, აიპოდი, აიპადი, აინოდო, აიშლანგი, აითითი. იდი ნახუი. ძლივს არ თქვა რაღაცა კაცური კაცო, ადამიანური რაღაცა. მოგვესწრო ბიჭი, ჰა. დაბა ღანღაძალის მკვიდრი არმაღან მურზაყანის ზეყნუილი უსკასი ნარჩი ახალი რეკორდის დამყარებას აპირებს. არმაღან მურზაყანოვიჩის განცხადებით მას დაგეგმილი აქვს რამდენ გაგორებაზე იაგანი არ დაჯდება, იმდენჯერ შეჭამოს შუაზე გახლეჭილი და მარილ მოყრილი პომიდორი, ხოლო ყოველი იაგანის გაგორებისას ფეხზე წამოხდეს და მოწინააღმდეგეს შეძახოს. გაყმულე თუ არა? ნარდის თამაშისას მთელი მუღამი ის არის, რომ მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა აყმულო. როდესაც მოწინააღმდეგე ყმუის ჩათვალე რომ თამაში მოგებულია. და პომიდორი რა შუაშია? არა, პომიდორი მიყვარს უბრალოდ. მე აქ შეგახსენებ ჩემო ძვირფასება რომ თუ გსურთ თქვენ მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი სიტყვა მოხდეს რუბრიკაში შემეცნების ტალღა, ამისათვის საჭიროა დაწეროთ ეს სიტყვა კომენტარში შემდეგი სახით სიტყვა #შემეცნების ტალღა. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ და გაუზიაროთ ვიდეოები მეგობრებს. მე Mirza ვარ და Mirza TV-ზე თქვენ უყურებთ გადაცემას ჯოხი. კარგად.